სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ელგუჯა ჩოხელის მიმართ არსებული გამომტყუნებელი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ. საქმეზე ჩატარებული იქნა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. მოპოვებული იქნა ახალი ათეულობით მტკიცებულება, შესწავლილი იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, რომელთა ერთობლიობითაც საბოლოო ჯამში გამოირიცხა ელგუჯა ჩოხელის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ჩატარებული ხელახალი გამოძიებით ასევე დადგენილი იქნა, რომ ელგუჯა ჩოხელის მიმართ არსებობდა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან არალეგიტიმური ინტერესი, რამაც საბოლოოდ მისი დაკავება და უკანონო მსჯავრდება გამოიწვია. შესაბამისად, დეპარტამენტი უახლოეს დღეებში მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელგუჯა ჩოხელის მიმართ განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. 2003 წლის 20 დეკემბერს უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმა დამაკავა სხვის სახელიდან ამოღებული იარაღზე. და ამაზე მომისაჯეს 3 წელი თავისუფლების საკვეთა. გავასაჩივრე საოლქო სასამართლოში და საოლქო სასამართლომ შემიმცირა სასჯელი 7 თვემდე. განთავისუფლების შემდეგ მალევე ისევ დამაკავეს შეთითხმილი ბრალდებით, თვითონაც ნარკოტიკს ვინახავდით. ამის მერე მომისაჯეს 4 წელი თავისუფლების საკვეთა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს აღნიშნული საქმეები, შეთითხმული საქმეები გავასაჩივრე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. საქართველოს გენერალურ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ორივე საქმე გამოიძიეს და დღეს მდგომარეობით დაზარალებულათა ვარ ცნობილი.